მშვიდება ყველას, უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ. ერთი საკალობელი მინდოდა კიდევ. ძველი საკალობელი ალბათ ქართველებს, ზუგდიდელებს, ქუთაისელებს, თბილისელებს, რა ვიცი, საქართველოში, დასავლეთში, სამეგრელო საქართველოს ყველგან ალბათ გეხსომებათ. საკალობელს ქვია ცის და ქვეყნის გამჩენო ღმერთო. და სანამ ვიგალობებდი ერთი ადგილი მინდოდა მასთან ერთად დამერთო. ეს არის მოციქულთა საქმეს მე-17 თავი. ეს წიგნი წერს, ლაპარაკობს იესო რო გაგზავნა მოციქულები, რას აკეთებდნენ, როგორ აკეთებდნენ, მათი აქტუალური ცხოვრება, ქადაგება, მოღვაწეობა და ეს არის ნიმუში, მოციქულთა საქმე, მათი ლაპარაკი და მათი მოძღვრება. კაი, ვკითხულობ მე-17 თავის 24 მუხლიდან. ღმერთი პავლე ეუბნება ამ ხალხს, სადაც მივიდა ათენში და იქ მოძებნა ხალხი და ელაპარაკება იესოზე. მაგრამ მე მინდა წავიკითხო იმ სიტყვები. ღმერთი ამბობს პავლე, რომელმაც შექმნა სამყარო და ყოველივე რას მასშია. ესე იგი ღმერთი ის არის ცის და ქვეყნის უფალი. ხელთქმნილ ტაძრებში კი არაა დასადგურებული. ეს პავლე ამბობს. ხელთქმნილ ტაძრებში კი არაა დასადგურებული ღმერთი. არც ადამიანთა ხელის სამსახურს მოითხოვს. რას გინდეს, როგორც გინდა ესე თქვი. ხელის სამსახურს არ მოითხოვს ღმერთი. თითქოს რამე სჭირდებოდეს. ღმერთს თვითონ. პირიქითო თვითონ აძლევს ყველას სიცოცხლეს. სუნთქვას და ყოველივეს. აი რა შე რო სუნთქევ. რო ჩაისუნთქე, ამოისუნთქე. ეს მისგან გაქვს. მადლობა უთხარი, არ დაგავიწყდეს. ერთი და შექმნაო ადამიანთა ყველა ერი. დედამიწის ზურგზე დასამკვიდრებლად. დააწესა მათი დამკვიდრების წინასწარ განსაზღვრული დრო და საზღვრები. ეძებნათ ღმერთი. იქნებ ეგრძნოთ იგი და ეპოვათ, თუმცა ის არც არის შორს თითეული ჩვენგანისაგან. არ არის შორს. შენ ტანსაცმელზე ახლოსა, სულთან ახლოსა, ოღონდ ერთი დაუძახე. ვინაიდან პავლე ამბობს, მისით ვცოცხლობთ, მოძრაობთ, ვარსებობთ. როგორც ზოგიერთი თქვენი მოლექსი ამბობდა, ჩვენ მისი ნაშიერნი ვართ. თავიანთი მოლექსის გაუხსენა იქ. ხო თქვაო თქვენმა მოლექსემ. და პავლე აგრძელებდა, რა კი ღმერთის ნაშიერნი ვართ, ღმერთის კრილება ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი წააგავს ოქროს, ან და ვერცხლს, ან და ქვას, ქადაგება. რას გინდა ეს დაარქვი. რომლებზეც აღბეშტილია ადამიანის ხელოვნება და აზროვნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ საუფალი იესო მოახო ჩვენ ყველა ვნახავთ. ურწმუნო, მორწმუნე, ზეთის მოგალაკე, ზესისკენ მიმავალი, ჯოჯოხეთშიც მიმავალი, ყველა ვნახავთ. იმიტომ რომ მის წინაშე წავდგებით და დარწმუნებული ვარ 1,000,000%, რომ არც ერთ ხატს არ ემსგავსება იესო. არც ერთ ხატს. ხატი ეს არის ადამიანის ხელოვნება და აზროვნება. იმიტომ რომ ერთი ხატავს ასე, მეორე ხატავს ისე. ბოლო-ბოლო რომელი აქვს იესო? და ზოგი ამაპატია და ზოგიერთი ესეთი სურათებია ბავშვმა რო ნახოს, ალბათ ღამით მოჩვენებები დაიწყო, შეეშინდება იმისანაც სახეს ხატავენ იესოსი, არა და იესო იყო სრულყოფილი, სულიწმინდაგან ჩასახული. ის არ იყო ნიკად გრძელი, ყურები ასე რო აქვს, თავი უკაცრავად და იმად.
ინოპლანეტიანებით ხატავენ ზოგიერთები. არა, ვაფშე არა და სახათ იკაცო ის. აქ წერია, რომელზედაც აღბეშტილია ადამიანის ხელოვნება და აზროვნება. ეს იყო ადამიანურია და მერე ამბობს პავლე. ამგვარად ღმერთმა უგულებელყო უმეცრების ჯამი. ეს უმეცრების ჯამია, როცა ადამიანი თავისი ხელოვნებით და აზროვნებით გამოსახავს თავის ღმერთს. მით უმეტეს ისიც, რომელიც არ უნახია. კაცო, რომელმაც ნახეს, იმათ არ დაუხატია და შენ არ გინახია და რასა ამას რო ხატავ. გეწყინებათ, მაგრამ ვიტყვი, ჯღაბნი, შენ როგორ შეგიძლია ღმერთი დახატო? არადა იესომ თქვა, ღმერთი არის სული და ღმერთი ეძებსო სული თაყვანისმცემლებს თავისთვის, სული და ჭეშმარიტებით. ღმერთი ეძებს იცი რას ქვია? ეს ღმერთს მოსწონს სულით, შენი სულით, სულიწმინდით. სულიწმინდა არასოდეს შენ მუხს არ მოგაყრევინებს, მოგიდრიკებს სულიწმინდა ხელოვნების წინაშე. არ გეტყვი სულიწმინდა, მიდი ახლა შენ და ილოცე სურათის წინაშე და აზრებში კონდეს იქი სულიერ სამყაროში. ეს რაღაც მაგიური მასგავს ჯადოქრულს. ეს იყო უმეცრების ჟამი. რაც უფრო გონს მოეგნება კაცი და რაც უფრო სახარება და ჭეშმარიტება შეუყვარდება, იგი მიხვდება, რომ ეს იყო უმეცრების ჟამი. მით უმეტეს თუ უფალი ცოცხალია, მასთან ცოცხალი ურთიერთობა გვაქვს სულიწმინდით. გვესმის ლაპარაკიც, სულით აყვანისმცემთ მას, არავითარი ქანდაკება, არავითარი ხელოვნება, არავითარი აზროვნება. კარგით, მე მგონი გადავხვით თემას და პავლე ამბობს, ამგვარად ღმერთმა უგულებელყო უმეცრების ჟამი და ახლა აუწყებს ეს სამხარეზადობა და ახლა აუწყებსო ადამიანებს. ყველა ერს, ყველას ნიშნავს ყველა ერს, ყველგან, ყველა ადგილას. და წითლად უნდა შეღებო ეს სიტყვა, მოინანიონ. აი, რა უნდა ღმერთს, როცა ადამიანი ინანიებს, ცისა და ქვეყნის გამჩენ ღმერთთან. ღმერთ, შენ რომელმაც შექმნი ცა და მიწა, ვარსკვლავები, მთვარე, ყველაფერი, მთები, ზღვა, ცხოველები, ფრინველები, მეც რომ აძლევს სუნთქვას, ჩასუნთქვას, ამოსუნთქვას, შენი დავდივარ ღმერთ, შენი ვარსებობ. მადლობა რომ ამ დილას გამაღვიძე და მაჩუქეს სიცოცხლე. იცით რამდენმა არ გაიღვიძა დღეს დილას. მიდი დაგუგლე ინტერნეტში და ნახავ, რამდენმა კაცმა, რამდენი კაცი ვერ მოესწრო ამ დილას. თვალები გაგიფართოებს ერთ წამში. შენ კი ცოცხალი ხარ, ამიტომ ნუ ხარ ამაყი და გაბგენძილი და ნუ იტყვი რომ მე ჩემი სუნთქავ. იესომ თქვა, ჩიტი არ ჩამოვარდებაო ჩემი ზესიერი მამის ნების გარეშე. ეს იცით რას ნიშნავს? რომ ჩიტიც არ ჩამოვარდება თუ ღმერთმა ხელი არ მოაწერა. ეს ყველაფერი მის განკარგულებაში არის და მადლობა უთხარი ღმერთს. უთხრათ ღმერთს, მეც ჩვენ, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვემადლიერებით უფალს და აი ეს უნდა ღმერთს, რომ ადამიანებმა ყველგან ყველამ მოინანიონ. ვის წინაშე? უხილავი ღმერთის წინაშე. ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყოველივე რაც მასშია. ცის და ქვეყნის გამჩენი ღმერთის წინაშე და რამდენი ველაპარაკე. კარგი, მოგაცრავად, მჭირს ეს, მაგრამ გამოვსწორდები. მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი. ხო, საგალობელი, ცისა და ქვეყნის გამჩენო ღმერთო. ცისა და ქვეყნის გამჩენო ღმერთო, დიდებულია შენი სახელი. რაც მეტად გწდება ჩემი გონება, იმდენად მეტად გაფასებს გული. შენით
მოზრაობს მთელი მსოფლიო და შენს ხელშია ყველა სისული ნეტავი მას ვინც შეიგნო რომ შენგან არის ყველა სულთმული ყველა სულთმული შენ გაჩინე ადამიანი შენი მსგავსი და სპექტაკლი რომ შენი შუქი მასში მოჩანდეს ახსილი იყოს წმინდა გრძნობები ვერ დაფასა ადამიანმა შენი ძალა და შენი სავსება დაუმორჩილდა იგი სატანას დადარღვია მან შენი ნება მან შენი ნება მეც ხომ კაცი ვარ შენი შექმნილი ადამიანისაგან შთამომავლობი შენ მომიწოდე გამომაცოცხლე და გამანათლე წმინდა გონები დღეს შენი შვილი ვარ მე უფალო რომც მოვისუსტო ერთ მუხლით ვიცი მტკიცედ მწამს რომ გამამაგრე და განმამტკიცებ მე შენი სული მე შენი სული შენ გევედრები წმიდა სამება ჩემში იყავი გამეფებული რომ ერთზამითაც ჩემი გონება ცოდვას არ კონდეს დამონებული დამონებული შენ გევედრები წმიდა სამება ჩემში იყავი გამეფებული რომ ერთზამითაც ჩემი გონება ცოდვას არ კონდეს დამონებული დამონებული ამინ რომ ცოდვას არ კონდეს დამონებული რომ არ მოვისუსტოთ არც ერთი მუხლით რომც მოვისუსტოთ იგი გაგვამაგრებს გაგვამტკიცებს სულში დიდება იმ ღმერთს ეს ჩემი ლოცვა იყო პირველი არ იცოდი რომელი იყო ღმერთი ჭეშმარიტი ევთხარი ღმერთო ცის და ქვეყნის შემოქმედო ღმერთო რომელმაც შექმნი ცა მზე მთვარი ვარსკვლავები ვინ ხარ ღმერთო გამომეცხადე მეთქი გამომეცხადე უფალი ის მოუხმეთ ვინც უფრო სახელს მოუხმობს გადარჩება დიდება იმ ღმერთს რომელმაც შექმნა ცა მიწა და რომლის წყალობით დავდივართ ვარსებობთ სუნთქავთ და ვეძებთ მას ჩვენი ღმერთი არის ცოცხალი რომელიც ეძებს ჭეშმარიტ სულით აყვანემცემლებს უფალმა გაკურთხოთ დაგლოცოთ დამთავრდეს უმეცრების ჟამი და ეხლა აუწყებს ადამიანებს ყველას ყველგან მოინანიონ თუ აღარ მონანიებული
შედის ჩვენს ოთახში. ასე თქვა იესო. ასე რა თქვია წად ტაძარში. წად იმაში სინაგოგაში, მან თქვა შედის ჩვენს ოთახში ილოცი. ილოცი სადაც გინდა ოღონდ მოინანიე. ეს სიტყვა კარგად დაიმახსოვრე. ვინც არ მოინანიებს, არ გადარჩება. ამინ. გისურვებდით ყველას მონანიებას. ვისაც არ გაქვთ მონანიებული. აბა ჰე და აბა ჰო. არ დაგავიწყდეთ ღმერთისთვის მადლობის გადახდა, რომ ამ დილას მე რუგად ვიტყვი, რომ გააპირჭინე შენი თვალები და რომ დაჭყიდე. ბარტყივით ისე არ მომხდარა ის, რომ შენ ვიღავი ჯანმრთელი და ზდაროვი. ღმერთმა ინება და განადიდი შენი უფალი. აბა ჰე და აბა ჰო. ამოვალ შეხვედრამდე.